გამარჯობა, მინდა მცირე კომენტარი გავაკეთო. ევროპის წევრი ქვეყნები უერთდებიან ერთმანეთის გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს დიპლომატიური პასპორტები ვისაც აქვს, შეუჩერდეს ცალკეულ ქვეყნებში მიმოსვლა უვიზო. და ანუ რა პროცედურა ხდება, იცი, ამათთვის კალაძეებისთვის, ქოცებისთვის, სრულიად საკოცეთისთვის საჭირო, იცი? ვერ იმგზავრებენ ესე პირდაპირ უვიზო ვერ ისარგებლებენ, მაგრამ უნდა შეიტანონ განაცხადი ვიზის შესახებ. ეს რა არის? რას ნიშნავს ეს? ეს არის ჩვეულებრივი თამაში, რაღაცა გარიგებები, ეს არის манипуляციის მცდელობა. მნიშვნელობა არ აქვს ამას, რომელი ქვეყანა გააკეთებს მათ მიმართ. თუ ვინმეს რამის გაკეთება გინდათ, ბიძია, გამოდით და საერთოდ ამ ხალხს აუკრძალეთ ცივილურ სამყაროში ნებისმიერი ფორმით ფეხის შემოდგმის უფლება. მათი ოჯახის წევრებს, მათ შვილებს განსაკუთრებით გამოუშვით ესენი წარმატებული უნივერსიტეტებიდან, თქვენთან რო ფული ჩამოაქვთ, ქართველ ერზე მოპარული. აი მაშინ დავიჯერებთ ყველა ჩვენ, რომ გადაწყვეტილება არის ნამდვილად იმ ღირებულებების შესაბამისი, რომელიც ქართველ ერს უნდა. იმიტომ რომ ჩვენ ქართველ ერს წაგვართვეს თავისუფალი სასამართლო, წაგვართვეს თავისუფალი ცხოვრების უფლება ჩვენს ქვეყანაში, წაგვართვეს ხმის ამოღების უფლება ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ გვყავს ბაყბაყდევი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 1000 კუკლას და 1000 მარიონეტს იყენებს და თვითონ ევროპაში დაგულაობს, დაფრინავს, დადის ბიზნეს საწარმოებს და თავის თავს როგორც თავის შვილებთან ისე ცალ-ცალკე გრძნობს ძალიან კარგად. და ეს არანაირ სტანდარტში არ ჯდება, გამოხვიდე და თქვა, რომ იცით, აი მთავრობის წევრებს აუკრძალავთ მაგ ჩამოსვლის უფლებებს, რადგან ესეა, მაგრამ ჩვეულებრივ მოქალაქეები ისარგებლებენ. ეს კიდევ რჩება მათთვის მანევრის გაკეთების საშუალება და არაეფექტურია, აი ყველაზე მცირე დრო ვთქვა. ამიტომ მე ვიცი, რომ ჩემ ბლოგს უყურებს ყველა და თუ ვინმეს უნდა ქართველი ერის გვერდზე დგომა, უნდა ჭეშმარიტად მისი ღირებულებებისთვის ბრძოლა და უნდა თანაგრძნობა ჩვენთვის ემპათიური, ხო, პოლიტიკური შინაარსით. საერთოდ აუკრძალოს ამათ შვილებს, ამათ ცოლებს, ამათ ახლონათესავებს საქართველოს ჩამოსვლის უფლება, დაადოს სანქციები მათ ბიზნესებს, მათ ბინებს ევროპულ სახელმწიფოებში, რომლებიც კოლოსალურად დიდია, ორივე ხელისუფლების დროს შეძენილი, განსაკუთრებით უძრავი ქონება და როდესაც საქართველოში მოვა ხალხის მიერ არჩეული მთავრობა, გადასცეს მას. აი ეს იქნება ნამდვილად გვერდში დგომა ქართველი ერის, არა ის, რომ ვიღაცას მისცეს იმის საშუალება, მარცხნიდან თუ ვერ შემოვა, შემოვიდეს მარჯვნიდან. სამწუხაროდ ესეთი პირდაპირობით მიწევს საუბარი, იმიტომ რომ ჩემ ერზე გადის ეს ყველაფერი, მის ეროვნულ ინტერესზე გადის საუბარი და მე დიპლომატიით ვერ შემოვიფარგლები, რომ ვთქვა, იცით რა, ესე ხო არ აჯობებდა. არა, თუ გაკეთდება ესე, იქნება ეს პატივისცემის გამოხატულება წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება პოლიტიკური თამაში. ამას თუ გააკეთებ, ამას გაგიკეთებ, ამის უფლებას მოგცე და ესეთი ვაჭრობა მიუღებელია მთელი ქართველი ერისთვის. რომელი ხელისუფლების გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ ის რაც დღეს ხდება. მადლობა.